ეს არის ძალიან პატარა საკითხი. საკმაოდ ძალიან ისეთი სერიოზული საკითხებზე ნაწილობრივ რაც მოესწრო ბატონო გიორგი საუბარი, მაგრამ აქვე მინდა ერთი რამ თქვა, რომ დაკითხვის დროს ლამაგიორგი ბრძანა, რომ მე რაღაც გარკვეული შეკითხვები იყო გამოძიებისგან და ამიტომ შეიკავა თავი ერთი მიზეზის გამო, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმის შემდეგ, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების მიზნით მისი ოჯახის წევრები. რაზეც პროკურატურისთვის ცნობილი არის და შესაბამისად ბატონო გიორგი ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს და შეტანილი იქნება და დაანჯერდება. უკეთო ჩვენ კიდევ კითხვებზე მაშინ თუ შეიძლება რამდენიმე შეკითხვა თქვენთან. ბატონო გიორგი აბაბძანეთ რაზე არის საუბარი. ჩამოწიეთ რა აღარ ჩამოწიეთ მიკროფონი არ გჭირდება ამ ხელაზე აწევა. დავიწყოთ. მოგახსენებთ რომ დაკითხვა გაგრძელდა მაქსიმალურად იმ დროში რაც შესაძლებელია ყოფილიყო, ანუ ერთი დაკითხვის პროცესი არ შეიძლება იყოს 8 საათზე მეტი და მაქსიმალური დროით და გამოყენებული 8 საათი მიუხედავად ამისა იმდენად სხვა ინფორმაცია არის იმის საუბარზე რაც მამა გიორგი მამალაძე აპირებს მიწეჩვენებოდა დაწყებული ეს პროცესი მიუხედავად 8 საათისა ის არ მორჩა დღევანდელ დღეს აქედან გამომდინარე უახლოეს დღეებში მათ შორის შეიძლება ხვალვე გაგრძელდეს ან მომდენო დღეს ეს დაკითხვის პროცესი და გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება ნამდვილად მხოლოდ შემიძლია ვინაიდან შესულად არ არის წინასწარ უარ ვისაუბრო მხოლოდ ესე ზოგადი ფრაზით ისე ძალიან უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს გამოძიებისათვის რაც ეს დარწმუნებული ვარ საქართველოს პროკურატურაც მოვა ამასთან ამ თაობაზე ჩვენთან თანხმედრაში და ისინი დაფიქსირებიან იმ დააყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით რომელიც გიორგი მამალაძის მიმართ არსებობს მით უმეტეს პირველ რიგში მის მიერ გაჟღერებული იმ ინფორმაციებიდან გამომდინარე რომელიც მან გამოძიებას თუმცა ალბათ დამეთანხმები რომ ყველა რომ მიხნა მე შინაარსობრივ ხარეზე ორი მიზეზით შევალ პირველ რიგში იქიდან გამომდინარე რომ დაკითხვა სულად არ არის დამთავრებული და მე არ გამოგიცხა როგორც გეზაწიდა 8 საათი ისე მომდენო 8 საათი დაჭიდეს იმოდენობის ინფორმაცია არის საწოდებელი გამოძიებისათვის მით უმეტეს გამოძიების შინაარსობრივ ხარეზე მე ვსაუბრო მხოლოდ შემიძლია იმასთან დაკავშირებით ითხრათ რომ ჩვენ იმედს ვიტოვებთ დააზეთ რა ვიცი პოზიტიური განწყობა მაქვს უნდა შევაგებინან გამომდინარე რომ მამა გიორგი მამალაძის მიერ მიცემული ჩვენება რეალურად დააფიქსირებს ამ საკითხზე საქართველოს პროკურატურას და რეალურად დაიწყებს არა თავდაპირველ ვერსიაზე არამედ სხვა ვერსიაზე. ანუ არის შესაძლებელი რომ სხვა ვერსიაზეც წავიდეს დიახ და სახელზე კონკრეტულად იარაღის და ციანიდის თემა თუ იყო საუბარი. მე სახელი და გვარებს ვერ ვიტყვით, მაგრამ გეტყვი რომ საკმაოდ გამოდი სახელი და გვარი რა თქმა უნდა დაკითხვას დაიჟღერა, მაგრამ ესეთ შემთხვევაში მათ უნაობებს ვერ ვიტყვი, რაც შეეხება ციანეთთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამას დაკავშირებით უამრავი კითხვა იყო და არა მარტო ციანეთთან დაკავშირებით, იარაღთან დაკავშირებითაც უამრავი კითხვა იყო და აქედან გამომდინარე ეს უამრავი ინფორმაცია რომელიც მამაგიორგიდან იყო მიწოდებული და იგივე თემებზე და არა მარტო იგივე თემებზე იქნება გაგრძელებული მომდენო დაკითხვისა და შესაბამისადაც ვამბობთ რომ ის ამ კითხვებზე, მთავარ კითხვებზეც რაც კითხვები იყო, არაერთი კითხვა დაისვა და მათი მხრიდან პირველ რიგში მამაგიორგი მამალაძესთან მიღებული ინფორმაცია გვაძლევს იმის ვარაუდს, რომ საქმე უკეთესობის შეუნა წავიდეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ როგორც იურისტები და სამართალმცოდნეები მიგვაჩნია რომ ესე უნდა უკვე როგორ მოხდა უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი. ანუ რა რისკები არსებობს ამისი, რატო გამახვილეთ ყოველდღე და რატო არ მიცა დეკანოზმა სრულყოფილი ინფორმაცია რაღაცებზე თავი შეიკავაო. მე ესე ვიტყოდი, უშუალოდ მისი წაკანებულ ბრალისთან მიმართებაში ის მაქსიმალურად თანაშრომლობს გამოძიებასთან სწორი გაგებით. ანუ თანაშრომლობა არ ისე რომ ბრალი დაიბრალოს და არამედ თანაშრომლობს პირველ რიგში მისი უდანაშაულობიდან გამომდინარე. რაც შეეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებით იყო რამოდენიმე კითხვა, რომელიც ზოგადად ამ თემას ეხებოდა, რაზეც მამა გიორგი მამალაძემ ასე რომ ვთქვათ ამ ეტაპისათვის შეიკავა თავი პარტიის მიზეზის გამო ის ითხოვს საქართველოს მთავარი პროკურატურასთან ამ კითხვების გასაცემა მაქსიმალური უსაფრთხოება და ჩვენ წერილობით უნდა მიმართოს სავარაუდოდ თვალიქნება ეს და ამ უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ შესაძლებელია უკვე ამ კითხვებსაც გაცეს პასუხი, მაგრამ ეს არ მინდა გაიგოს საზოგადოება მისე რომ მამა გიორგი მამალაძე არ ცემს პასუხებს სულად. მამა გიორგი მამალაძე მისი ბრალდების მიმართ აბსოლუტურად მაქსიმალურად ცემს პასუხებს, თუმცა
ამ თემასთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო პლუს დამატებული კითხვები, რაზედაც მან უთხრა, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმოწერა, სადაც უშუალოდ დაკითხვის პროცესი არის ახსენებული, იმ რამოდენიმე კითხვას კონკრეტულად გასცემს პასუხს, თუმცა მიიღებს უსაფრთხოების გარანტიას. დიახ, ასევე დაკითხვაზე იყო თუ არა საუბარი, ბავშვებო, სხვებსაც აცადეთ ჩვენ რა. გვაცადეთ კითხვები, თუ მოყვა მან როგორ აღმოჩნდა მის ნივთებში იარაღი. მეც მანამდე ვკითხე. რომ მათ შინაარსობრივ მხარეს ვერ შევეხები ორი მიზეზის გამო. პირველი დაკითხვა არ დასრულებულა, მეორე რიგში შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ. მე შემიძლია გითხრათ, რომ იყო თემა როგორც ციანიდან დაკავშირებით, იყო თემა ასევე იარაღთან დაკავშირებით. და ამაზე მაქსიმალურად გაცა პასუხები, მაგრამ ის თუ როგორი პასუხები და როგორი კითხვები იყო, ამაზე დავისწრებ და კიდევ ერთი კითხვა იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, უსაფრთხოებაზე ორივე დგას კიდევ ხე ასე ვთქვათ საკითხი, მაგრამ რა თქმა უნდა ამოსავალი წერტილი მის ოჯახის უსაფრთხოება და ამის შემდეგ რა თქმა უნდა მისი ასევე დასახელებულ სახელებში ესე ვთქვათ, არიან მხოლოდ საპატრიარქოსთან დაახლოებული პირები თუ არიან ვთქვათ სხვა ადამიანებიც. კონკრეტულ სახელს და გვარებს არ გთხოვთ. იგივე ვერაფერს ვერ დავადასტურებ. მე შემიძლია გითხრა, რომ იქ იყო რამოდენიმე სახელი და გვარი და საუბარი, მაგრამ მე ვერ დაგიდასტურებ ვინ სახელი და გვარი. ქონებასთან დაკავშირებით თუ იყო საუბარი, რაზეც იწყება. საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით თუ იყო და ის წერილი, რომელიც გავრცელდა, რომ ერთგვარი, რომელიც მამა გიორგის მიწერილია უწმინდესის მიმართ. უამრავ კითხვაზე იყო დასეული შეკითხვები, გულისხმობ, რომ აბსოლუტურად ყველა თემაზე იყო, მაგრამ გამიგეთ სწორად არ შეიძლება დაკონკრეტება კონკრეტულ კითხვებზე. უბრალოდ ეს გამორიცხულია, ხალხით გამოვიდა და დავიწყო კონკრეტულ კითხვაზე. მე გეუბნები სრული პასუხისმგებლობა. იმ 8 საათში რაც შესაძლებელია ჩატეული იყო კითხვები მაქსიმალურად იყო დასმული ყოველი მხრივ. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არის კიდევ უამრავი კითხვა ამ საკითხზე და ამიტომაც რომ შესაძლებელია დაჭირდეს მომდენო 8 საათი. აქედან გამომდინარე, ეხლა რომ დავიწყე რომ რომელი კითხვა მოესრო და რომელი კითხვა არ მოესრო, იქნება ძალიან არასწორი. მე ვამბობ რომ თემასთან დაკავშირებით იყო არა ერთხაზოვანი, არამედ მრავალკუთხით დასმული შეკითხვები. რაც 8 საათში მოესწრო იქნა პასუხები გაცემული, მაგრამ იმდენი კითხვა დარჩა ასევე. დარჩა უბრალოდ დროის ფაქტორიდან გამომდინარე, მინდა რომ 8 საათზე ვერ გაგრძელდებოდა დაკითხვა, ვამბობ რომ უამრავ კითხვაზე არის ასევე გასაგები. დიახ, ასევე გამოძიებასთან მიმართებით დღევანდელი უკვე პროცედურიდან გამომდინარე გეტყვით, ეხლა პროკურატურასთან ჩვენ დღეს ეხლა ვისაუბრეთ, აგვიკავშირდებიან, არ გამოვრიცხავ ხვალვე დაიწყოს გაგრძელდეს ეს დაკითხვა, თუ არა და ზეგმაინც ყოველ შემთხვევაში ჩვენი სიტყვიერი შეთანხმება ესე იყო, დიდი ალბათობით ხვალვე გაგრძელდება ეს დაკითხვა. დიახ, რაიმე კითხვები თუა უშუალოდ პროკურატურის მუშაობასთან დაკავშირებით, აი დღეს უკვე ამ დროის განმავლობაში თქვენ თუ გაქვთ ან შენიშვნა ან კითხვები თუ არსებობდა. დიახ, მე ესე ვიზავ დაკითხვასთან დაკავშირებით, რო არ გამომივიდეს გაჩქარებული პასუხი, როცა მორჩება სრულიად, შევაჯამებ თუ როგორი გამიმართა ეს დაკითხვა, იყო თუ არა სრულიად კანონიერად და ასე შემდეგ. ეხლა რო დავიწყო მე პირველ ნაწილით არ იქნება. დამთავრდება სრულიად დაკითხვა და შესაბამისად გავცებ ამაზე ამომრჩეველ პასუხს. კარგი, მე მგონი დიდი მადლობა. თქვენ საუბრობთ დაკითხვამდე საქმის გადაყალიბების შედეგებთან და მამა გიორგის მიმართებაში. ამაზე მქონდა მეთქი შეფასება, რომ დიდი ალბათობით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. მე როგორც იურისტ მიმაჩნია, რომ ეს